რა პრობლემაა? აი, შეიხი ჩამოვიდა, ფული უნდა მოიტანო და ეს ალტინფო რა, რევებს ლაპარაკობს, კაცო, ინვესტიციას, აი, როგორ რაღაც აქვს. აი, ჩვენ რო ქრისტიანობის შეურაცხყოფაზე დაგვემართებოდა, ღმერთს რანაირად შეურაცხყოფენ, ამათ ეგემართებათ ინვესტორზე. რელიგია ეგეც რაღაცნაირი, ინვესტორმა დიდებლობა. აი, მაგ ხალხს რას უზამენ, იცი? საკუთარ სახლში შენ იქნები სტუმარი, იქნები მოსამსახურე პერსონალი და მაგ ხალხს ფეხებს დაბან. პოლიტიკოსი ესეთ ტექსტებს არ უნდა ამბობდეს, მაგრამ რა ვქნა, აი ნერვები მეშლება რა. მაინც უნდა გითხრა, რომ ღირსი იქნები თან. აი, ეგენ რო ჩამოვლენ, რო აშენებენ მაგ ქალაქებს, ქართველი გოგოები მანდ მაგათ ბორდელებში პრასტიტუტკებად რო წავლენ და კაცები ქუჩის მხვეტავებად და მაგას რო ტაშით შეხვდება ბედნიერი ერი, ეგ ჩვენი ბრალი იქნება მთლიანად ქვეყნის და ხალხის. და ღირსები ვიქნებით. იმიტომ რომ ესე რო უდგები საკუთარ ქვეყანას, საკუთარ მიწას, ესე იგი არ ახარ ღირსი მაგისი. ღმერთი სამართლიანია, კაცო, რაც აქ იმას რო არაფასე, ფეხზე რო კიდია და სხვა რო მოდის წასართმევად და რო გიხარია წასართმევად რო მოდის, ხო? ღირსი ხარ რაც მოგივა. კონსერვატორების საქართველოსთვის